Წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ ჩვენ ვიმეორებთ იმავე ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას თითქმის 5 წლის წინ უძღვოდა წინ. ეხლა კიდე წარმოიდგინეთ, რომ მაშინ, როცა ომის დამკვირვებლები სიტუაციაზე შეშფოთებულიდან დაწყებული, სრულ პანიკამდე მიდიან, ყველა წამყვანი მედია საშუალება ამ ამბავს შემდეგი თემებით ფარავს. დოლი პარტონის გარდაცვალება, კანადასთან ზარდი სავაჭრო ომი, ერთი ავსტრალიელი ბრეიქდენსერის განსაცდელები და სირთულეები და რაც არ უნდა იყოს ეს, რაღაცა დედლიფტის შესახებ. რასაც გულისხმობ არის CIA-ის დირექტორის ჯონ რატკლიფის ვიზიტი მოსკოვში სამშაბათს. სულ რაღაც 8 საათიანი სწრაფი მოგზაურობა. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატო შეიძლებოდა რატკლიფი ამ მოგზაურობაში წობაში. მაგრამ დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო მთავარ საკითხზე, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა კრემლის გეგმა ნატოს მოკავშირის წინააღმდეგ ახალი ოპერაციის დაწყების შესახებ და რომ ის იქ იყო, რათა კრემლისთვის ეთქვა, არ გაეკეთებინათ ეს. ამაზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ამას ექნება ყველაზე დიდი გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე და მოგზაურობასთან დაკავშირებული მრავალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ესაა სწორი ინტერპრეტაცია. არ უნდა გამოურიცხოთ ამ სიაში არსებული სხვა შესაძლებლობები, ან ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესობა. მაგრამ არსებობს გარკვეული დამაბნეველი და აუხსნელი ასპექტები ამ მოგზაურობის, თუ ამ ახსნებიდან რომელიმე იქნებოდა ნამდვილი ახსნა. ამასთან მოდით განვიხილოთ, რა ვიცით ამ მოგზაურობის შესახებ ამ ეტაპზე. ყვირა სალამოს, C-17 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და C-40B აღმასრულებელი თვალსრულებელი თვითმფრინავი გაფრინდა Joint Base Andrewsიდან. რატკლიფი სავარაუდოდ C-40B-ზე იყო თავისი პირადი კომფორტისთვის. თვითმფრინავები ორშაბათ დილით რიგაში, ლატვიაში დაეშნენ და ეს დაიმახსოვრეთ, იქ მთელი დღე დარჩნენ. შემდეგ სამშაბათ დილით უფრო დაცული C-17 მოსკოვში გაფრინდა. ისიქ დაახლოებით 8 საათი დარჩა, სანამ უკან რიგაში დაბრუნდებოდა, სადაც სავარაუდოდ რატკლიფი ისევ C-40B-ში გადავიდა, სანამ სახლში დაბრუნდებოდა. ამ მოგზაურობამ უსაფრთხოების საზოგადოებაში ამდენი ეჭვი იმიტომ გამოიწვია, რომ ის ძალიან გავს იმ მოგზაურობას, რომელიც მაშინდელმა CIA-ის დირექტორმა და გემოვნებით სახელად William Burnsმა 2021 წლის ნოემბერში განახორციელა. კონტექსტისთვის, ანალიტიკოსებმა საჯაროდ დააფიქსირეს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარებს აგროვებდა ერთი თვით ადრე. თუმცა, მაშინვე საჯარო შეშფოთება არ ყოფილა. რუსეთმა მსგავსი მობილიზაცია წინა გაზაფხულზე ჩაატარა, რაც საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა. საპირისპიროდ, აშშ-ის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამჯერად კრემლი უფრო მეტის გაკეთებას გეგმავდა. ბერნსი მოსკოვში წავიდა მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი მისიით. გაეფრთხილებინა რუსი ოფიციალური პირები, რომ შეერთებულმა შტატებმა ზუსტად იცოდა, რას გეგმავდა კრემლი, რომ შეერთებული შტატები ყოველ ნაბიჯზე გაამჟღავნებდა კრემლის გეგმებს და რომ მათ უნდა შეეწყვიტათ ეს ყველაფერი, სანამ რამე სულ ელურს გააკეთებდნენ. რუსი ოფიციალური პირები ისე მოიქცნენ, თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რაზე საუბრობდა იქ. და შესაძლებელია, რომ ზოგიერთ მათგანს მართლა არაფერი იცოდა, რადგან პუტინს ისინი საქმის კურსში არ ჩაუსვამს. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებდა აკრძალულ გზაზე სვლას. აშშ მართლაც წინასწარ დაანონსა, რა მოხდებოდა მომდევნო 3 თვის განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ. ევროპამ საფრთხე ნაკლებად სერიოზულად წარმოაჩინა, მაგრამ აშშ-ის დაზვერვა მართებული აღმოჩნდა 2022 წლის 20 თებერვალს, როდესაც შეჭრა დაიწყო. დაუბრუნდეთ მიმდინარე სიტუაციას. ბოლო თვე გამოირჩეოდა უამრავი სადაზვერვო საუბარით რუსეთის შესაძლო ოპერაციაზე პოლონეთის ან ბალტიისპირეთის წინააღმდეგ. აქ შესაძლებლობები ძალიან მრავალფეროვანია. პატარა მასშტაბის შეჭრა ისეთ ადგილას, როგორიცაა ნარვა, რუსული თვითმფრინავების შემთხვევითი გადაკვეთა მოკავშირეთა სააერო სივრცეში, მეტი დრონი, რომლებიც უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ შემთხვევით გზიდან გადაუხვია. მაშინაც კი, როდესაც არსებობს ხელში ჩაგდებული უკრაინული დრონების გამოყენების შესაძლებლობა, ბალტიის ან პოლონეთის ინფრასტრუქტურაზე დასართმელად, ისე თითქოს ეს უკრაინის განზრახ თავდასხმად წარმოაჩინოს ნატოზე, სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგრამ რატო უნდა სურდეს რუსეთს ნატოს პროვოცირება, როცა კრემლი ძლივს უმკლავდება იმას, რაც უკრაინაში ხდება? ეს გავრცელებული პასუხია და პასუხი ისაა, რომ კრემლს ნამდვილად სურს მეტი ჯარისკაცის მობილიზება უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ ეს ამ ეტაპზე პოლიტიკურად არაპოპულარული პოზიცია. ასე რომ, გეგმა ამ ეტაპზე ასეთია. პირველი ფაზა ნატოს პროვოცირება. მეორე ფაზა რუსეთში მოსახლეობის მხარდაჭერის მობილიზება უსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომებისთვის. მესამე ფაზა სარგებლის მიღება ან ამ ენერგიის უკრაინაში მიმართვა, რადგან ნატოსთან პირდაპირი დაპირისპირება სულელური იდეა იქნებოდა. ცხადია, კრემლს ძალიან ფრთხილად მოუწევს ამ პოლიტიკური არგუმენტის წარდგენა საკუთარ მოსახლეობასთან. მაგრამ იმ ყველა არარეგულარული ოპერაციის გათვალისწინებით, რომელშიც რუსეთი უკვე იყო ჩართული, ჩანს, რომ კრემლს ამის ცდა ნამდვილად სურს. მართლა, უკვე ერთი თვეზე მეტია, უკრაინა საჯაროდ აფრთხილებს, რომ კრემლს კვლავ მობილიზაციის გეგმა აქვს, სავარაუდოდ, სექტემბრის რეგიონული არჩევნების შემდეგ. ამ უკრაინული გაფრთხილებების მიმართ ფრთხილად ყოფნის ბევრი მიზეზი იყო.
უკრაინას მსგავსი განცხადებები ადრეაც გაუკეთებია და არსებობს мотиваცია, რომ კრემლის რეალური პოზიცია არასდროულად წარმოაჩინონ. მაგრამ ამ გაჟონილი სადაზორო ანგარიშების და რუსეთის მიერ გადადგმული ზოგიერთი შესამჩნევი, თუმცა ჯერ კიდევ წინასწარი ნაბიჯების კომბინაციამ, რომლებიც უფრო დიდი ჯარის რაოდენობის მართვას ემსახურება, კვლავ გააჩინა შეშფოთება, რომ შესაძლოა რაღაც მართლაც ხდება. და ეს გვიყვანს სამშაბათამდე. თუ თქვენ ზემოხსენებული უსაფრთხოების მდგომარეობით ისევე ხართ შეშფოთებული, როგორც დაზვერვის სფეროში ზოგიერთი ადამიანი, მაშინ ყველაზე სავარაუდო ახსნა რატკლიფის ვიზიტისთვის შემდეგი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა უფრო სერიოზული და ან უფრო კონკრეტული საფრთხის სიგნალები. რატკლიფმა კრემლთან შეხვედრა მოკლევა და შემოითხოვა. ის ჩავიდა იქ, გააცნო მათის დაზვერვითი ინფორმაცია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა აღმოსავლეთ ფლანგის პარტნიორებმა მოიპოვეს. მისცა მათ იგივე გაფრთხილება, რაც ბერნსმა 5 წლის წინ მისცა და წავიდა. გავსოლდეთ, მეხუთე მუხლის მიზანია, რომ არასოდეს დაგჭირდეს მეხუთე მუხლის ამოქმედება. ეს ორმაგად ეხება ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ურჩევნია არ ჩაეფლოს ევროპულ პოლიტიკაში, მაგრამ თუ ეს გაგრძელდა, იქ თვეების განმავლობაში გაჭედილი დარჩება. ეს ბევრად უკეთესია დასავლეთის კოალიციის ყველა წევრისთვის. შეერთებული შტატები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, დანარჩენი 27 ნატოს მოკავშირე და უკრაინა. თუ ეს გეგმა საერთოდ არ განხორციელდება. ეხლა ამ მოგზაურობის ორი შესამჩნევი მახასიათებელია, რაც ამ თეორიას საწმუნოებას მატებს. პირველი, რეტკლიფი იყო მთავარი ფიგურა, რომელიც მონაწილეობდა. ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისთვის მოსკოვში ვიზიტი უჩვეულო არ არის. მაგრამ ვიტკოფი, კუშნერი და სხვები ამას დიპლომატების რანგში აკეთებენ. რეტკლიფი დიპლომატი არ არის, ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელია. და მიუხედავად იმისა, რომ ჯაშუშთა სამსახურის ხელმძღვანელები ზოგჯერ დიპლომატიასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ერთვებიან, როგორც წესი ამაში სადაზვერვო კომპონენტიც არის. არდა ამისა, რეტკლიფი ტრამპის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რუსეთთან მიმართებაში. ოვალური კაბინეტის ინციდენტის შემდეგ რეტკლიფმა ტრამპი დაარწმუნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება უნდა აღადგინოს. ინფორმაცია, განსაკუთრებით რუსული სააერო თავდაცვის სისტემების მდებარეობის შესახებ, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო უკრაინის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების კამპანიისთვის. შესაბამისად, რეტკლიფი არ არის ის არქეტიპული ადამიანი, რომელსაც ტრამპი ან ვინმე სხვა მოსკოვში დიპლომატიური გარღვევის მოსაპოვებლად გაგზავნიდა. მეორე ნაწილი უფრო ნიუანსურია, მაგრამ უფრო შემაშფოთებელი. გაიხსენეთ, რომ რეტკლიფმა დღე ლატვიაში გაატარა. კარგი, მე ეჭვება, რომ ის იქ ექსკურსიაზე იყო მისული. უпростоრად, აშკარა ახსნა ისაა, რომ ის იქ წავიდა, რათა ლატვიისთვის დაზვერვის ანგარიშის შესახებ მიეწოდებინა ინფორმაცია. ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ სავარაუდო სამიზნე ლატვია. თუმცა, ნეგირჩედით სიფრთხილეს. ვერ ვიპოვე ინფორმაცია რატკლიფის ესტონეთის, ლიტვის ან პოლონეთის კოლეგების ადგილმდებარეობის შესახებ ორშაბათს. შესაძლებელია, რომ ისინი ჩუმად შეხვდნენ ერთმანეთს რიგაში, რათა უფრო ფართო პრობლემასთან დაკავშირებით მოქმედებები შეეთანხმებინათ. და ესე თუ ისე, აქ არსებული მდგომარეობა. შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღეში შეხვედრის შესახებ კიდევ რაღაც ინფორმაცია გაჟონოს. ან თუ რუსეთი გააგრძელებს იმ გეგმას, რაც ჰქონდა, ჩვენ მივიღებთ საჯარო ბრიფინგებს, რომლებიც მიზნად ისახავს შეთქმულების გამომჟღავნებას. ეს ის ტიპის მოვლენაა, რომელსაც შეიძლება 3 თვეში დაუბრუნდეთ, როგორც მსოფლიო ისტორიის კრიტიკულ მოვლენას. ან ყველა დაივიწყებს ამას 3 თვეში, რადგან გაფრთხილებამ თავისი მიზანი შეასრულა და ეს იყო მსოფლიო ისტორიის კრიტიკული მოვლენა, თუნდაც ამას ვერავინ აფასებდეს ასე. სრულად რომ განვიხილოთ, უნდა დაუთმოთ დრო სხვა თეორიების განხილვას მოგზაურობის მიზნის შესახებ და იმ კითხვების გადახედვას, რომლებიც დაუდგენელი რჩება იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიცით. პირველ რიგში შესაძლოა რეტკლიფი იქ იყო იმისთვის, რომ პირადად მიეწოდებინა პუტინისთვის ინფორმაცია უკრაინაში, ომრაინაში ომის რეალური მდგომარეობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ პუტინის საჯარო განცხადებებს ომის შესახებ პირდაპირ ვიღებთ. თითქოს ის ნამდვილად ფიქრობს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზის წინ წაწევაში ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე სინამდვილეშია. ამიტომ რეტკლიფი იქ იყო როგორც CIA-ის ჩარევის ნაწილი, რათა ეცადა დაერწმუნებინა პუტინი, რომ მისი გენერლები კვლავ რეალობას არიან მოწყვეტილნი და რომ ის იმეორებს იმავე შეცდომას, რაც 2022 წლის თებერვალში დაუშვა. მე ვფიქრობ, რომ ეს ვერსია შესაძლებელია, მაგრამ არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ პუტინი ასეთი გულუბრყვილოა. დიახ, შეჭრის დასაწყისში აშკარა ინფორმაციული ხარვეზი იყო. თუმცა, კრემლმა ეს რამდენიმე თვეში გამოასწორა, ასე რომ ამ აზრს რომ კონდეს მნიშვნელობა, ამ დროის განმავლობაში რაღაც უნდა დაბრუნებულიყო საწყის მდგომარეობაში. აქ კიდევ ორ რამეს აღნიშნავ. პირველი, ჩვენ არც კი ვიცით, შეხვდა თუ არა რატკლიფი პუტინს ამ მოგზაურობის დროს. უფრო სავარაუდოა, რომ მისი დროის უმეტესობა კოლეგასთან, სერგეი ნარიშკინთან გაატარა, რომელიც გახსოვთ როგორც ის კაცი, რომელმაც შემთხვევით გაამჟღავნა კრემლის დონბასის გეგმა შეჭრის წინადრეს. კრემლის პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო, რომ პუტინი შეხვდა რატკლიფს, თუმცა უხერხულად არც დაადასტურა და არც უარყო, რომ რატკლიფი საერთოდ იმ მოგზაურობაში იყო. პუტინი, სავარაუდოდ, სამშაბათს მოსკოვში იყო. აქ კი ნაჩვენებია ფოტოები მისი შეხვედრიდან სამხრეთის ოლქის გუბერნატორთან. მაგრამ კრემლის ვებგვერდი ცნობილია იმით, რომ განზრახ იტყუება პუტინის შეხვედრების რეალურ დროსთან დაკავშირებით, ასე რომ მე ამას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი.
და მეორე, პუტინი ადრეაც გულგრილად იყო განწყობილი მსგავსი შეხვედრების მიმართ. როცა ბერნსი მოსკოვში ჩავიდა, მას პუტინთან სატელეფონო ზარის განხორციელება მოუწია. ლიდერი სოჩში იყო და საკუთარი დედაქალაქში ჩასვლაც კი არ ისურვა. მაგრამ ეს პანდემიის დროსაც ხდებოდა და სოჩი პუტინის შერბილების სტრატეგიის ნაწილი იყო. ამიტომ ძნელია დღევანდელობასთან მისი მნიშვნელობის განსაზღვრა. შემდეგი თეორია. ეს იყო რაღაც გაცვლითი გარიგება, რომელიც ირანს ეხებოდა. ეს ფაქტობრივად ღია საიდუმლოა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება ჰორმუზის სრუტის მიმდინარე კრიზისში. შესაბამისად, რატკლიფი წავიდა მოსკოვში, რათა გადაეცა შეთქვებინება შეჩერების შესახებ, შესაძლოა შესთავაზა გარიგება უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირების სანაცვლოდ. ეს ასევე შეესაბამება ფინანსთა მდივან სკოტ ბეზანტის ეკონომიკურ დღის გზავნილს, რომელიც საბოლოოდ უფრო ბუნდოვანი მუხარებით დასრულდა, ვიდრე რეალური ქმედებებით, რომლებიც ახლა ხდება. ორივე შემთხვევაში ამას მივიჩნევდი სარწმუნოდ, თუმცა რამდენიმე მიმართულებით აკლია. ერთი ისაა, რომ რატკლიფი უცნაური არჩევანია ამ სამუშაოსთვის. ის იქნებოდა ადმინისტრაციაში ბოლო ადამიანი, ვისაც შეიძლება ეგონოს, რომ რუსეთის დახმარება უკრაინის საკითხში კარგი იდეაა. იდეა და მისი სადაზვერო მხარე სუსტია. შეიძლება ის იქ იყო, რომ კრემლისთვის აეხსნა, როგორ გაიგო შეერთებულმა შტატებმა რუსეთის და ირანის გარიგებების შესახებ, მაგრამ ეს ცოტა გადაჭარბებულია. რაც უკვე საჯაროდ არის ცნობილი, ისიც კი მეტისმეტად საკმარისი. მეორე, უცნაურია, რომ ეს პირადად გაკეთდებოდა. პირადად ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ არსებობს დეტალური ბრიფინგი, მაშინ როცა წინასწარი შეთავაზება გაცვლით, გარიგებაზე შეიძლება უბრალოდ სატელეფონო ზარითაც მოგვარდეს. და ბოლოს, დაესახლა განმეორებადი საკითხი იქნება, რატომ გაატარა რატკლიფმა ამდენი დრო ლატვიაში. შეიძლება ეს ორი გაჩერება ერთმანეთთან არ იყო დაკავშირებული, მაგრამ უცნაური იქნებოდა, რომ მოკავშირეს შეხვედროდი და შემდეგ მაშინვე შენი მოკავშირე გაგერიდა. შეიძლება. რიგაში გამგზავრება იყო იმისთვის, რომ თავაზიანი გაფრთხილება მიეცა, რომ ეს მალე მოხდებოდა, მაგრამ თუ ასეა, ღმერთო, მალე ამის შესახებ ინფორმაციაც გაჟონავს. ალტერნატიული ჰიპოთეზა ნომერი 3 არის გაფრთხილების ვალდებულება. შეიძლება გახსოვთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა რუსეთისთვის გაეფრთხილებინა შეიარაღებული თავდასხმის შესახებ. ზუსტად მანამდე, სანამ შეიარაღებული პირი 2024 წელს საკონცერტო დარბაზში შეიჭრებოდა. შეიძლება კიდევ ერთი გაფრთხილება ჩანს ჰორიზონტზე და რატკლიფი ჩავიდა იქ, რომ დაზვერვის ინფორმაცია პირადად განემარტა, რადგან რუსეთმა წინა ჯერზე არ მოусმინა. ეს მაინც აჩენს კითხვებს ლატვიის შესახებ და იმაზე, საკმარისია თუ არა სატელეფონო ზარი, რადგან პასუხისგებლობა რუსეთზეა, რომ მოусმინოს და არა შეერთებულ შტატებზე, რომ აუხსნას. მეოთხე ვარიანტია ჯაშუშების გაცვლის მოლაპარაკება. შესაძლებელია, მაგრამ ისევ, რატომ ლატვია? ასევე, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელების მონაწილეობა ჯაშუშების გაცვლის მოლაპარაკებებში ნორმალურია, მაგრამ არანორმალურია, როცა ამას პირადად აკეთებენ. მეხუთე ვარიანტია მოლაპარაკებების განახლება, როგორც ადრე იყო ნახსენები. ეხლა ჩვენ უბრალოდ შესაძლებელ ვარიანტებზე გადავდივართ, მაგრამ ლატვია და რატო აკეთებს ამას რატკლიფი? ის ჯერ კიდევ დიპლომატი არ არის. მოგიწევთ ივარაუდოთ მოლაპარაკებების განახლების რომელიმე სადაზვერვო ასპექტი. იხილეთ წინა შემთხვევები ვენესუელასა და კუბასთან, როცა მან ეს ახლახან გააკეთა. და შემდეგ მივდივართ მე-6 პუნქტზე, რომელიც აშკარად აბსურდულია, თუმცა ამაზე უამრავი არაპროფესიონალური თეორია არსებობს. რატკლიფი იყო, რათა რუსეთთან ერთად დასავლეთ ალიანსის ბლოკი დაენგრია. გულისხმობ, ეს ხო აშკარაა? მისიამ საიდუმლოდ დარჩა მანამ, სანამ ფრენებმა ის არ გამოავლინა. არა, ამ ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა არაფრით არის უჩვეულო. წინა მსგავსი ვიზიტებიც ასე ტარდებოდა, მათ შორის ბერნსის ვიზიტიც. მაგრამ ეს ხო აშკარაა? შეერთებულმა შტატებმა უკრაინასაც კი უთხრა, რომ იმ პერიოდში მოსკოვზე არ ესროლა. არა, ეს იმისთვის იყო, რომ უკრაინას შემთხვევით არ მოეკლა CIA-ის ხელმძღვანელი. უბრალოდ წარმოიდგინე, რა ქაოსს გამოიწვევდა ეს. ასევე, შეერთებული შტატები რუსეთს ეუბნება, რომ იგივე გააკეთოს კიევთან, როცა ამერიკელი დიპლომატები სტუმრობენ. სინამდვილეში კით კელოგს ხუმრობით კიევის მფარველ წმინდანს ეძახიან, რადგან როცა ის სტუმრობდა, ყველაფერი ჯადოსნურად შვიდდებოდა. მაგრამ ეს ხო აშკარაა? ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მთელი ეს დრო რუსეთთან იყო შეკრული. არა, ასე არ არის და თუ ადრე უსმენდი, გაიგებდი, რომ პირიქითაა. მოусმინე, მესმის, რომ ტრამპმა ბოლო 19 თვის განმავლობაში ბევრი მიუღებელი რამ გააკეთა ევროპის თვალსაზრისით. და ასევე მესმის, რომ ნიუანსი პოპულარული არ არის ჩვენი უფლის 2026 წელს. მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რეალურად გავიგოთ, რას აკეთებს და რას არ აკეთებს შეერთებული შტატები. ერთ-ერთი ტრამპის საჩივარი ისაა, რომ შეერთებულმა შტატებმა 10 წლეულების განმავლობაში დიდი ძალისხმევა დახარჯა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ევროპა ამას არ უბრუნებს და ზოგადად უმადურია. დავივიწყოთ წამით, სწორია თუ არა მისი ეს შეფასება. რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ინტერნეტში გავრცელებული ძირითადი აზრი ამ საკითხზე ისაა, რომ შეერთებული შტატები მოსკოვში წავიდა, რათა ევროპას უღალატოს.
ამ მოსაზრების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები აშკარად ყალბია და ვინც კი Red Clip-ზე ოდნავ მაინც იცის, მიხვდება, რომ მტკიცებულებები საპირისპიროს ამტკიცებს. და შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო უარესია ის, რომ ეს აზრი ეწინააღმდეგება მათივე არჩეული ოფიციალური პირების პოზიციას, რომლებიც ამ საკითხში უფრო კარგად არიან გათვითცნობიერებულნი. ეს ფაქტობრივად ზუსტად ემთხვევა ტრამპის ნარატივს, რომ ევროპა უმადურია იმ ყველაფრისთვის, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს. აშადოქ ძლიერი ირონია იმაში, რომ ამ ხალხისთვის ყველაზე არასასურველი რამ იქნებოდა ტრამპის სიმართლის დამტკიცება. მაგრამ სწორედ ეს ხდება მაშინ, როცა ისინი გამოთქვამენ მკვეთრ მოსაზრებებს ისეთ თემებზე, რომელთა შესახებაც უცოდინარნი არიან. მაშ ბოლოს ერთი დასკვნითი აზრი. საბოლოოდ მე არ ვიცი, რაზე იყო მოსკოვის შეხვედრა. სინამდვილეში არავინ იცის, გარდა იმ მაღალჩინოსნებისა, ვინც საქმის კურსშია შეყვანილი. თავარი ისაა, რომ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა, განსაკუთრებით ისეთი დასკვნების, რომლებიც მტკიცებულებებს არ შეესაბამება, შესაძლოა საუკეთესო იდეა არ იყოს. და ეს ორმაგად მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სამყარო ჩვენს გარშემო დაშლის ზღვარზეა. მაგრამ, როცა აპოკალიფსი ჩვენთანაც მოვა, იქნებ გაგიხარდეთ, რომ თაროზე ამ ორიდან ერთი ფიზიკური წიგნი მაინც გიდევთ. ამ წიგნებს ციფრული ვერსიებიც აქვთ, მაგრამ ეს დიდად ვერ დაგეხმარებათ, როცა ელექტრომაგნიტური იმპულსები თავს დაგატყდებათ. დამატებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ ვიდეოს აღწერას. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და ხვალ ისევ გნახავთ. იყავით კარგად.